რომელსაც საქართველოს ნაკრები შეასრულებს, იმედია გოლით დამთავრდება, ჩაწოდება საჯარიმოში. მეკარე თამაშობს ამ ბურთზე, გაგრძელდება იერიჩი. მოისრაფიშვილი აქვს სივრცე შეუძლია მოტყუებაზე წასვლას, ერთი ფეხბურთელი ხავს მხოლოდ, სრულმოძრაობები, კარგი თამაში მოისრაფიშვილის. თუმცა ჩაწოდება ცოტა დააგვიანა, ბევრნი იყვნენ იქ და ღირდა ამის გაკეთება, უკან პასი გაგნიძემ გაატარა დარტყმა შორი მანძილიდან. კიდევ ერთი დარტყმა გულიაშვილი 24 წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. შესანიშნავი დარტყმა და გიორგი გულიაშვილმა ანგარიში გახსნა დღევანდელ შეხვედრაში. საქართველოს ნაკრები იგებს დღევანდელ დაპირისპირებას ინგლისთან. აი ასე ამ აქტიურობამ შედეგი მოიტანა, რა დარტყმა გამოუვიდა გულიაშვილს. ჩვენივად უტევდა ჩვენი გუნდი, აქ ტრავმირებულია ერთ-ერთი ფეხბურთელი. გადაგიანი ვერ ახერხებს სამოდგომას. ჩოლეიშვილი მიიწევს წინ კარგი პასი გულიაშვილზე. გიორგი გულიაშვილის დუბლი. ფანტასტიკური დასაწყისი მეორე ნახევრის შესანიშნავი კომბინაცია გაგუა გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი და დუბლი ინგლისთან. მშვენიერი სტარტი. აი ასე 2-0 მეორე ტაიმის სტარტზეც გაიტანა საქართველოს ნაკრებმა ინგლისის ნაკრების კარში. რა კარგი მოსასმენია ეს სიტყვები. გულიაშვილი დუბლი ისევ რა კარგი შეტევა იყო, ხო? ხო, ახლოს ვართ მართალია ამ ხანაგურ შეხვედრაში, მაგრამ პირველ გამარჯვებასთან. პასი გოჩოლეიშვილზე, გოჩოლეიშვილი კარგი წრომოძრაობა შევიდა ცენტრისკენ, კარგია გოჩოლეიშვილი, დარტყმა საჭირო დარტყმა! 3-0 შედევრი გიორგი გოჩოლეიშვილისგან. გოჩოლეიშვილმა 3-0 ხდება ანგარიში. ფანტასტიკა, რა შედევრი, როგორი დარტყმა გამოუვიდა არ ვქნა, როგორ დაარტყა. ეს იყო საოცრება. საოცარი სოლო რეიდი გოჩოლეიშვილის და 3-0. უფრო მეტი მაყურებელი ნამდვილად სჭირდებოდა ამ თამაშს, მაგრამ აი ეს ხალხი ალბათ ძალიან დიდი ბედნიერების და ემოციების ქვეშაა, იმიტომ რომ შედევრი შემოგთავაზა გიორგი გოჩოლეიშვილმა. რა გააკეთა გოჩოლეიშვილმა, საიდან წაიღო ბურთი და რა გოლი გაიტანა. ვერავინ ვერ ჩაწოდება საჯარიმოში. დარტყმა 3-1. გაჩუმებული ყავდა. მე დავაბარე. არა, 3-1, ერთი გოლი გავიდა ჩვენს კარში, იყო რიკოშეტი. 91 წუთზე 3-1 ხდება ანგარიში, მთავარია დარჩენილი სადღაც 10 წუთი ყურადღებით ითამაშონ და შანსი მეტი აღარ მისცემდა ეს შანსი იმისა რომ დაძაბულოს შეხვედრა. კლუბის მატჩები, ასევე ქართული კლუბის მატჩები ევროტურნირებზე ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა 3-2. ინგლისის ნაკრებმა მეორე გოლიც გაიტანა. მოახერხეს ინგლისელებმა ანგარიშის ხვაობის შემცირება 1 ბურთამდე.